მე ვარ გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და ვისაუბრებ კრემლის პროპაგანდისტულ ტყუილებზე უკრაინის ისტორიის შესახებ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო. ეს რუსეთის მიერ უკვე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის კიდევ ერთი ესკალაცია იყო. ამ ომში რუსეთმა უამრავი და უმძიმესი ომის დანაშაული ჩაიდინა. ეს ომი მხოლოდ საბრძოლო ველზე არ მიმდინარეობს. მას წინ უსწრებდა და თან სდევს შეუჩერებელი პროპაგანდა. პროპაგანდა, რომელიც ცდილობს უკრაინის იდენტობის წაშლას, მისი სუვერენიტეტის დაკნინებას და აგრესიის გამართლებას. კრემლი ცდილობს გარკვეული ფსევდოისტორიული კონტექსტის შექმნას, რითაც გაამართლებს ამ ომს. დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ ეს ომი არის სრულიად უკანონო საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე. ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, როგორიცაა უკრაინა არასდროს ყოფილა ნამდვილი ქვეყანა. უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია. უკრაინის დამოუკიდებლობა ისტორიის შემთხვევითობაა. ლენინმა შექმნა უკრაინა. ეს არის არაუბრალოდ ცალკეული ტყუილები, არამედ უფრო ფართო ნარატივის ნაწილი, რომლითაც კრემლისტური პროპაგანდა ცდილობს დააკნინოს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, წაშალოს ან დაამახინჯოს მისი ისტორია და კულტურა. გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდა ავრცელებს სხვა მავნე მითებსაც. უკრაინას ნაცისტები მართავენ. დასავლეთი იყენებს უკრაინას როგორც რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტს. უკრაინული ენა და კულტურა ხელოვნურად შექმნილი კონსტრუქციებია, რომლებიც ხალხს თავს მოახვიეს. უკრაინის მთავრობა რუსულენოვანებსა და ეთნიკურ რუსებს ავიწროებს. მაიდანის რევოლუცია დასავლეთის მხარდაჭერილი გადატრიალება იყო. ეს სიცრუე არამხოლოდ კრემლის ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მედიის მიერ ვრცელდება, არამედ ხშირად მას იმეორებენ საზღვარგარეთაც, როგორც ცალკეული ინდივიდები, ისე ზოგიერთი ორგანიზაციები ან უცოდინდრობის ან რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინტერესების გამო. დეზინფორმაციის ამ გლობალურ ვრცელს ძალიან საშიში გავლენა აქვს. ეს ტყუილები ამ სასტიკი ომის გასამართლებლად გამოიყენება. დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ყველა ეს განცხადება არის სრული სიცრუე და კრემლის პროპაგანდის იარაღი. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ რეალურ ფაქტებზე და დავეყრდნობით ისეთი წამყვანი მეცნიერების ნაშრომებს, როგორიცაა მაგალითად ტიმოთი სნაიდერსი. ჩვენ წარმოვაჩენთ სიმართლეს ამ ტყუილებისა და დეზინფორმაციის კამპანიების მიღმა. უკრაინის ისტორიას ღრმა ფესვები აქვს და უკავშირდება კიევის რუსეთს, ადრეული შუა საუკუნეების სახელმწიფოს. ეს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ყვაოდა ბევრად ადრე, ვიდრე დაიწყებოდა თანამედროვე რუსეთის აღმავლობა. როგორც ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი აღნიშნავს, კიევის რუსეთს ცენტრალური როლი ჰქონდა უკრაინის ისტორიისა და იდენტობისთვის. დიდი ხნით ადრე, სანამ თანამედროვე რუსული სახელმწიფო გაჩნდებოდა. თუმცა, კრემლის პროპაგანდის მიერ ეს ფაქტი დამახინჯებულია, რათა წაშალოს უკრაინის ისტორიული სუვერენიტეტი. ერთიანი რუსეთის ისტორიად ქცევის იდეა ანადგურეს იმ რეალობას, რომ უკრაინა იყო ცენტრალური ამ ადრეულ სახელმწიფოში, მის პოლიტიკასა და კულტურაში, გვახსნევს საიდერი. იგივეს ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და მკვლევარი სეჰი პლოხი. იგი ხაზს უსვამს უკრაინის მტკიცე ისტორიულ მას კიევის რუსეთთან, მის კულტურულ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საუკუნეების მანძილზე რუსული სახელმწიფოს წარმოშობამდე. მისი სიტყვებით, უკრაინის ისტორია არის გამძლეობის ისტორია, რომელიც აღინიშნა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლით, შუა საუკუნეების კიევის სახელმწიფოდან თანამედროვე ერამდე. მთელი ისტორიის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფოებრიობა ყოველთვის გამორჩეული რჩებოდა. მე-17 საუკუნის კაზაკთა ჰეტმანატი უკრაინის თვითმმართველობისა და კულტურული შენარჩუნებისკენ სწრაფვის სიმბოლო იყო. ჰეტმანატი არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ პოლიტიკური ერთეული იყო, რომელიც ადრეულ უკრაინულ ავტონომიას განასახიერებდა. კაზაკთა ჰეტმანატი აჩვენებს უკრაინელთა ადრეულ და მუდმივ სწრაფვას ავტონომიისა და თვითმმართველობისაკენ, მემკვიდრეობას, რომელიც იმპერიებს სურდათ წაეშალათ, ამბობს სნაიდერი. უკრაინა ყოველთვის იყო იმპერიების საზღვარი, მაგრამ მიუხედავ ზეწოლისა, მუდმივად ინარჩუნებდა თავის კულტურულ და პოლიტიკურ იდენტობას. მე-20 საუკუნის დასაწყისმა უკრაინის სუვერენიტეტისათვის ბრძოლას კიდევ ერთი თავი შემატა. 1917-21 წლების უკრაინის სახალხო რესპუბლიკა აშკარად გამოხატავდა დამოუკიდებლობისგან სწრაფვას.
სნაიდერი აღნიშნავს, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა აჩვენებს, რომ უკრაინელები აქტიურად ცდილობდნენ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირის შექმნამდე, რაც უარყოფს იმ მტკიცებას, რომ უკრაინა მხოლოდ საბჭოთა ქმნილებაა. მიუხედავად საბჭოთა მმართველობის ბნელი წლებისა, უკრაინის იდენტობა მაინც მკაფიოდ გამოკვეთილად რჩებოდა. საბჭოთა კავშირში იძულებითი ინტეგრაციის, კულტურის წინააღმდეგ შეტევის და კომუნისტური რეჟიმის საშინელებების, მათ შორის გენოციდური ჰოლოდომორის მიუხედავად, უკრაინის დამოუკიდებლობის სულისკვეთება არასდროს გამქრალა. სნაიდერი ამ ტრაგედიას აღწერს, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას უკრაინის იდენტობაზე. ჰოლოდომორი იყო გენოციდი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინელი გლეხობისა და კულტურის განადგურებას, საბჭოთა კონტროლის უზრუნველყოფას იმ მოსახლეობაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის ბატონობას. ჰოლოდომორის, როგორც უკრაინული ნაციონალიზმის ჩახშობისათვის მიზანმიმართულ პოლიტიკას განიხილავს პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი ანა ეფლბაუმიც. ის წერს, ჰოლოდომორი არ იყო მხოლოდ შიმშილი, ეს იყო პოლიტიკური იარაღი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ეროვნული ცნობიერების განადგურებას. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ უკრაინელებს მისცა შესაძლებლობა კვლავაც დაებრუნებინათ სუვერენიტეტი. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები შთამბეჭდავი იყო. 92%-ზე მეტმა უკრაინელმა ხმა მისცა დამოუკიდებლობას. 1991 წლის დამოუკიდებლობისთვის ხმების დიდი რაოდენობა იყო არა მხოლოდ პოლიტიკური აქტი, არამედ ისტორიულიც, აღნიშნავს სნაიდერი. უკრაინის 1991 წლის დამოუკიდებლობა არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო დიდი ხნის ნანატრი ეროვნული ოცნების რეალიზება, რომელიც დაფუძნებული იყო ღრმა ისტორიულ ცნობიერებაზე. კრემლი დღემდე ავრცელებს სიცრუეს უკრაინის ისტორიაზე, რათა დააკლინოს მისი სახელმწიფოებრიობა. როგორც სნაიდერი გვაფრთხილებს, კრემლის ნარატივები უკრაინაზე არ არის უბრალოდ დამახინჯება. ეს არის გამოგონილი ამბები, რომლებიც მიზნად ისახავს იმპერიული ამბიციების გამართლებას უკრაინის დამოუკიდებელი ისტორიის წაშლის გზით. უკრაინის მდიდარი და გამორჩეული ისტორიის აღიარება აუცილებელია, არა მხოლოდ დღევანდელი კონფლიქტის გასაგებად, არამედ სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად. უკრაინის ისტორიის უარყოფა ნიშნავს, რომ მის ხალხს ჩამოართვა ორჩევანის თავისუფლება და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება, ასკვნის სნაიდერი. ტიმოთი სნაიდერი გვახსენებს, უკრაინის ისტორიის იგნორირება პირველი ნაბიჯია მისი მომავლის უარყოფისაკენ. სწორედ ისტორიული გადმოსახედიდან მკაფიოდ ჩანს უკრაინის დაუღალავი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. უკრაინის ისტორია არა მხოლოდ მოვლენების ქრონოლოგიაა, ეს არის ხალხის მედეგობისა და მიზანსწრაფვის დასტური. ხალხისა, რომელიც დაუღალავად იბრძოდა საკუთარ იდენტობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. რუსული სამხედრო აგრესია წარსულზე დეზინფორმაციითაა ყოველთვის გაჯერებული. 2014 წლის ყირიმის უკანონო ანექსიაც არ ყოფილა გამონაკლისი. აქ ისევ ჩანს ის პროპაგანდისტული ტყუილები, რომელსაც კრემლი იყენებს ისტორიის გადასაწერად და საკუთარი აგრესიის გასამართლებლად. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ყირიმი ყოველთვის რუსული იყო, მაგრამ ისტორია გაცილებით რთულ და მრავალფეროვან სურათს გვიჩვენებს. სურათს, რომლის წაშლაც რუსეთს სურს. ბევრად ადრე, სანამ რუსული იმპერია 1793 წელს ყირიმს დაიპყრობდა, ნახევარკუნძული ცივილიზაციების დაჯვარედინი იყო. ის უძველესი ბერძნების სახლი იყო, რომლებმაც მისი სანაპიროების გასწვრივ კოლონიები დაარსეს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში. მოგვიანებით ის ბიზანტიის იმპერიის ნაწილი გახდა, რასაც მოჰყვა გენუელების, მონღოლებისა და ოსმალეთის იმპერიის გავლენის საუკუნეები. თითოეულმა ამ კულტურამ თავისი კვალი დატოვა ყირიმზე, რაც მის უნიკალურ იდენტობას ქმნის. 1451 წელს ყირიმის სახანოს ცენტრად იქცა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვანი ძალა იყო და ოსმალეთის იმპერიასთან იყო დაკავშირებული. სახანომ 3 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა თავისი ავტონომია, რაც რეგიონის მდიდარ და დამოუკიდებელ ისტორიას ასახავდა. როდესაც რუსულმა იმპერიამ 1793 წელს ყირიმი დაიპყრო, ყირიმი რუსული ნამდვილად არ იყო. ის კულტურების, რელიგიების და ხალხების ნაზავი იყო, სადაც მკვიდრ მოსახლეობას ყირიმელი თათრები წარმოადგენდნენ. 1954 წელს ყირიმი რსფსრ-დან უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა. იმ დროს ამ გადაცემას პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ორივე რეგიონი საბჭოთა კონტროლის ქვეშ იყო. ეს გაკეთდა ეკონომიკური მოსაზრებით. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირიმი აღიარებულია საერთაშორისო სამართლით, როგორც უკრაინის განუყოფელი ნაწილი. სხვათა შორის ამას რუსეთიც აღიარებდა. კრემლის მტკიცება, რომ ყირიმი ყოველთვის რუსული იყო,
უგულებელ ყავს მრავალფეროვან ისტორიას და იმ ფაქტს, რომ უკრაინას აქვს ყირიმზე სამართლებრივი სუვერენიტეტი უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ. ამ სიცრუის გავრცელებით რუსეთი ცდილობს ისტორიის გადაწერას, რათა გაამართლოს ყირიმის 2014 წლის უკანონო ანექსია. ტიმოთი სნაიდერი აღწერს ამას როგორც მარადიულობის პოლიტიკას, სტრატეგიას, სადაც ისტორიული ნარატივებით შეთხსული ან დამახინჯებულია იმპერიული ამბიციების ხარდასაჭერად. ყირიმის ანექსია არ იყო მხოლოდ აგრესიის აქტი. ეს იყო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წაშლისა და მისი ერთი ყალბი ნარატივით ჩანაცვლების გათვლილი მცდელობა. კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ყირიმის 2014 წლის ანექსია ისტორიისა და ხალხის ნებით გამართლებული იყო. მაგრამ, როგორც უკვე ვნახეთ, კრემლის ეს ისტორიული მტკიცება სიცრუეა. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, რუსეთის ქმედებები აშკარად არღვევს ყველა ძირითად პრინციპს, რომელიც მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ყირიმის ანექსიამ უარყო ჰელსინკის შეთანხმებების ძირითადი პრინციპები, რომლებიც ხაზს უსვამენ საზღვრების ურღვეობას, სუვერენიტეტის პატივისცემასა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას. რუსეთის ქმედებები არღვევს გაეროს ქარტიასაც, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას საზღვრების შეცვლის ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შესუსტების მიზნით. უფრო მეტიც, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელსაც თავად რუსეთმა მოაწერა ხელი, უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირ გარანტიას აძლევდა ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით გადაცემის სანაცვლოდ. ყირიმში შეჭრითა და მისი ანექსიით რუსეთმა დაარღვია საკუთარი დაპირებები და ის შეთანხმებები, რომელთა დაცვაც თავად აიღო ვალდებულება. 2014 წლის მარტის ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ის შეარაღებული რუსი ჯარისკაცების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა და აშკარად არღვევდა უკრაინის კონსტიტუციას, რომელიც ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილებისათვის ეროვნულ თანხმობას ითხოვს. ბიულეტენზე მოცემული ვარიანტები ძლიერად манипуლირებული იყო და არ სთავაზობდა რეალურ არჩევანს რეგიონის უკრაინის შემადგენლობაში დარჩენისა. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის შედეგები გაყალბებული იყო, რათა უკანონო ოკუპაციისათვის ლეგიტიმაციის იერი მიეცა. ტიმოთი სნაიდერი ამას სამართლიანად უწოდებს კანონიერების სპექტაკლს, სადაც კანონიერების ილუზია გამოიყენება აშკარა აგრესიის დასამალად. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის გაერთიანებულმა ერებმა, უარყო რეფერენდუმი და ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, კრემლი კვლავ აგრძელებს მითის გავრცელებას, თითქოს ყირიმის ანექსია თვითგამორკვევის აქტი იყო. გამოჩენილი ისტორიკოსი ანდრიას უმლანდი ყირიმის ანექსიის თაობაზე ამბობს: ყირიმის ანექსია არ არის მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი, არამედ ღია გამოწვევაა გლობალური წესრიგისა, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ. ამ უმძიმესი უკანონობის შედეგები უკრაინას ბევრად სცდება. საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით რუსეთმა სახიფათო პრეცედენტი შექმნა, რაც გლობალური წესრიგის გამოწვევას და სხვა ქვეყნების უსაფრთხოებისადმი მქარას იწვევს. ასეთი ქმედებების უყურადღებო დატოვება, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ნორმად აქცევს იდეას, რომ ძალა სჯობს სამართალს. ეს კი სრულად ანადგურებს 10 წლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების თაობაზე. შესაბამისად, ამ ტიპის აგრესიას დაუსჯელობის შემთხვევაში უფრო მძიმე და სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ყირიმის ანექსია მხოლოდ აგრესიის ცალკეული აქტი არ ყოფილა. ეს იყო უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიც ისტორიის გადაწერა და რეგიონის დესტაბილიზაცია იყო. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო რუსეთის მიერ ფასის არ გადახდამ, წაახალისა იგი უკრაინის ახალი ომის წამოწყებისაკენ, ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციისაკენ. ხოლო ამაზე სუსტმა რეაგირებამ კი წაახალისა რუსეთი 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომისკენ. კრემლის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ყირიმსა და უკრაინას უკავშირდება, არ არის იზოლირებული ფენომენი. ეს არის ბევრად უფრო დიდი აგრესიის სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში ატარებს. 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები. ეს ქცევის შაბლონი უკვე 2008 წელს გამოვლინდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების დაცვის საბაბით რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია და მისი ტერიტორიის 20% დაიკავა. ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. დაუსჯელობით წახალისებულმა აგრესიას საკუთარი პოლიტიკის მუდმივ კომპონენტად აქცია. რუსეთის აგრესია მხოლოდ სამხედრო კამპანიებით არ შემოიფარგლება. ის ვრცელდება გლობალურ სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც დესტაბილიზაცია და დაშინება.
კრემლმა არაერთხელ შეარყია უსაფრთხოება და სტაბილურობა, ჩაერია სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში დეზინფორმაციის კამპანიებით, რომლებიც უნდობლობასა და პოლარიზაციას აღვივებდა. ამას ხშირად თან ახლავს სასტიკი ტაქტიკა, რომელიც მიმართულია კრიტიკოსების განადგურებისა და დაშინებისკენ მთელ მსოფლიოში. ისეთი მაგალითები, როგორიცაა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში 2019 წელს, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა დიდ ბრიტანეთში 2018 წელს, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა რადიოაქტიური პოლონიუმით 2006 წელს, ნათლად აჩვენებს კრემლის ზადყოფნას გადალახოს ყველა ზღვარი. ეს ქმედებები მხოლოდ დანაშაულები არ არის. ისინი ასევე წარმოადგენს დაუსჯელობის დემონსტრაციას, რომლის მიზანიც შიშის დათესვა და რუსეთის ძალაუფლების დემონსტრირებაა. ტიმოთი სნაიდერი ამას უწოდებს მარადიულობის პოლიტიკას, სტრატეგიას, სადაც შეთეთხმილი ისტორიები და დეზინფორმაცია ქმნის ცრუ ნარატივებს რუსული მსხვერპლისა და გარდაუვალობის შესახებ. ეს გამოიყენება აგრესიის გასამართლებლად, ამ აგრესიის ფარისევლურად თავდაცვად ან ისტორიულ გარდაუვალობად წარმოსაჩენად. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა აყალბებს ისტორიას, ქმნის ცრუ ექვივალენტურობის გზავსების მაგალითებს და იყენებს ემოციურ აღმასვლებს საზოგადოების დაბნევისა და გახლეჭის მიზნით. კრემლი დემოკრატიული ქვეყნების თავისუფლებებს, განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებას, იყენებს ამავე ქვეყნების წინააღმდეგ ინსტიტუტებისადმი ნდობის შელახვისა და საზოგადოებრივი დისკურსის მანიპულირებისათვის. დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ყვავის, როცა მას არ ეწინააღმდეგებია. წყაროების კრიტიკული შეფასებით, ფაქტების გადამოწმებით და სენსაციური ნარატივების უარყოფით ადამიანებს შეუძლიათ ამ ტაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ტიმოთი სნაიდერი გვახსენებს, სიმართლე ძალისხმევას მოითხოვს. ის უნდა ვეძიოთ და დავიცვათ. ყოველთვის, როდესაც კრემლის მიერ გავრცელებულ სიცრუეს არ ვეწინააღმდეგებით, ამით ვაზიანებთ საკუთარ ქვეყანას და სამყაროს. უკრაინის მედგარი წინააღმდეგობა რუსული აგრესიისადმი აღაფრთოვანებს თავისუფლების მოყვარულ ყველა ადამიანს. მიუხედავად მძლავრი პროპაგანდის, სასტიკი სამხედრო კამპანიებისა და საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული ქმედებებისა, უკრაინა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და თავისუფალი ხალხის ნების ძალის ნათელი მაგალითია. რუსული პროპაგანდა უბრალო სიცრუე არაა. ეს არის ომის იარაღი. იარაღი, რომელიც გამოიყენება აგრესიის გასამართლებლად, ისტორიის დამახინჯებისთვის, საზოგადოების გასაბითურებლად და გასახლეჩად და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დასანგრევად. კრემლი საინფორმაციო მანიპულაციებითა და აშკარა გაყალბებით ცდილობს აღქმის მანიპულირებას, შუღლის დათესვას და საკუთარი იმპერიული ამბიციების რეალიზაციას. ყველაფერი ის, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინასა თუ საქართველოში, უკანონო, ბოროტი და არაადამიანურია. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ყირიმის უკანონო ანექსიამდე, დონბასის ოკუპაციამდე და უკრაინაში სასტიკ შეჭრამდე. რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს, უარყოფს საერთაშორისო ნორმებს და უდანაშაულო მოქალაქეებს უზარმაზარ ტანჯვას აყენებს. ეს უბრალოდ პოლიტიკური ქმედებები არ არის. ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მიერ მორალისა და სამართლიანობის აბსოლუტურ უგულებელყოფას ავლენს. პროპაგანდა კი არის საწვავი, რომელიც კვებავს ამ უკანონო ქმედებებს. ქმნის ყალბ რეალობას, სადაც აგრესია გამართლებულია და პასუხისმგებლობა თავიდან არიდებულია. დეზინფორმაცია არღვევს ნდობას საზოგადოებებში, ხლიჩავს მათ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. დეზინფორმაცია უბრალოდ სიცრუე არ არის, ესაა თავდასხმა რეალობაზე. კრემლის დაუსრულებელი ტყუილების კამპანია მხოლოდ საერთაშორისო საკითხებს და პოლიტიკას არ შეეხება. ის გამოიყენება რუსეთში უმძიმესი კორუფციული რეჟიმის შენარჩუნებისათვის. პუტინი და მისი გარემოცვა პროპაგანდას იყენებენ ამ კორუფციული რეჟიმის შესანარჩუნებლად, განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ძალაუფლების გამყარებისთვის. პუტინის რეჟიმს აქვს განცდა, რომ მსოფლიო თვალს დახვიჭავს მის ბოროტებაზე, მიიღებს მის დამახინჯებულ ნარატივებს, რომლითაც იგი ცდილობს გარკვეული გამართლება მოუძებნოს კრემლის აგრესიას. რეალურად, კიევის რუსეთიდან დაწყებული 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე, ისტორია აშკარად ცხადყოფს, რომ კრემლის პროპაგანდა, რომ უკრაინა საბჭოთა კავშირის შექმნილია და ის უბრალოდ რუსეთის გაგრძელებაა, მტკნარი სიცრუეა. ესაა საკმაოდ სახიფათო სიცრუე, რომელიც ომის იარაღად უკანონო ქმედებებისა და სასტიკი ბოროტების დასაფარად გამოიყენება. ამასთანავე, სამართლებრივი თვალსაზრისით, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული და დადასტურებულია ყველა შესაძლო საერთაშორისო შეთანხმებითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპით, მათ შორის ისეთი დოკუმენტებით,
როგორიც არის ჰელსინკის დახსნითი აქტი, გაეროს ქარტია და ბუდაპეშტის მემორანდუმი. ყველა ამ დოკუმენტზე რუსეთის ხელმოწერაც არის. უკრაინელი ხალხის თავგანწირული ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისათვის კრემლისტური პროპაგანდის მარცხის დასტურია. მიუხედავად ციცრუის კამპანიებისა და სასტიკი სამხედრო აგრესიისა, უკრაინამ მტკიცე დგას. უკრაინა თავისი ბრძოლით არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას იცავს, არამედ იცავს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ამ ომში არა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერაა, არამედ ამ პრინციპების მხარდაჭერაცაა, რომლის გარეშეც მშვიდობა და დემოკრატია წარმოუდგენელია.